მოვამზადოთ და გავსინჯოთ აზიური მაიმუნობები. წარმოიდგინეთ და ამ ყველაფრის მოსამზადებლად დამჭირდა სულ რაღაც 10 წუთი. მოდით გავსინჯოთ. პირველი გავსინჯოთ ეს სიყვარულესი პანდა. ეგეთ შეფუთვაში არის. გაგიკვირდება და სულ რაღაც 2 წუთი მჭირდება ამისთვის მოსამზადებლად. ძალიან ფაფუქია, ეგრევე გეტყვით. ამას შეხედეთ. წარმოიდგინეთ, მაგრამ ეს აღმოჩნდა დესერტი, საერთოდ არ მოველოდით ტკბილ გემოს. როგორც მივხვდი, არის რძე, ანუ რაღაც რძიანია უეჭველად, მაგრამ ყვითელი რატომ არის, მაგას ვერ მივხვდი. უსაყვარლესი ფუნთუშებით, რადგან დავიწყეთ, მოდით გავაგრძელოთ. ძალიან ადვილად მზადდება. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 2 წუთი თუნდაც ჩადოთ მიკროვალოვკაში, გაყინულ მდგომარეობაში იყიდება. დავვნახოთ. ეს უფრო ნაკლებად ტკბილია, ვიდრე ეს, მაგრამ ლობიოში თვითონ თავისი სიტყვა არის. არ მისმის იმ ადამიანებს, რომელსაც ჩვეულებრივ ლობიოს ჭამენ, მაგრამ ამას ვერ ჭამენ. ანუ იგივეა, ლობიოს გემო არ აქვს, მაგრამ ტკბილია. შემდეგი იქნება აი ეს უსაყვარლესი და როგორც შეფუთვაში ვკითხულობ, ეს არის შავი სეზამის თონგ იანგ. განსაყვარელი და ნაზი ბურთულებია გავსინჯოთ. შოკში ვარ, მოვილოდე რომ ეს იქნება მარილიანი რაღაცა, მაგრამ აღმოჩნდა ტკბილი, შიგნით არის უგემრიელესი შავი სეზამის შიგთავსი და გარედან არის, რადგან ბრინჯის ფქვილისგან რაღაცა გაკეთებული, ცათვალეთ ცხელი მოჩებია და ტკბილია, წარმოიდგინეთ, ძალიან მომეწონა. შემდეგი იქნება დამპლინგები, რომელიც არის წესით სოკოსთან ერთად. დაბრიდან არის ოდნავ დაბრაწული, გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია, კარგად იგრძნობა, კარგი გემრიელი სოკოს გემო და აშკარად იგრძნობა, რომ კიდე არის ბოსტნეულის მიქსი. მე ძალიან მომეწონა, ცოტა გამიცივდა, მაგრამ ცხელი განსაკუთრებით გემრიელი იქნება. და გავიცეს გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ კიდე ბევრი სხვადასხვა გემრიელობები უნდა გავსინჯოთ.